ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკა მინდა მოვიშველიო, სიბრმავისკენ, ასე ვთქვათ, მიდრეკილი დაავადებების თვალსაზრისით და უნდა გითხრათ, რომ ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე გახლავთ მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია, რომელიც იკავის მესამე ადგილს და პირველ ორს იკავის კატარაქტა და გლაუკომა. ეს ორი უფრო ნაცნობია ჩვენთვის და გვისაუბრია კიდევაც, თუმცა აი ამ ასაკობრივი დეგენერაციის შესახებ, რომელიც მაკულის სახელით არის ცნობილი, მასზე ბევრი არ ვიცით, ხო? რა არის ეს კონკრეტული? იქნებ ამით დავიწყოთ. მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია არის ქრონიკული დეგენერაციული პროცესი და იწვევს მხედველობის შეუქცევად დაქვეითებას. ეს ის დაავადებაა, რომელიც ჩუმად და უმტკივნეულოდ ტკივილის გარეშე გვართმევს სამყაროს აღქმის და დანახვის შესაძლებლობას. ამ დაავადების განვითარების მრავალი რისკ ფაქტორია. პირველი ეს არის ასაკი 50-55 წლის ზევით. გენეტიკური განწყობაც ახასიათებს ამ დაავადების განვითარებას. თამბაქოს მოხმარება, უფრო მეტად მიდრეკილებელი ან ქალბატონები, არტერიული ჰიპერტენზია, ზოგადად კარდიოვასკულური პრობლემები, ჰიპერხოლესტერინემია, სიმსუქნე და არაბალანსირებული კვება. ცოტა ძალიან ზოგადი მიზეზებია თან, ასე. ბევრს შეიძლება ეცნოს და შეაშინოს ამან. მოდით, მაშინ უკვე სიმპტომატიკაზე გავამახვილოთ ყურადღება და რა ჩივილები შეიძლება ქონდეს ადამიანს. პირველ ეტაპზე, როდესაც იწყება ეს დეგენერაცია, პაციენტი აბსოლუტურად ასიმპტომური არის და ვერ გრძნობს, რომ რაღაც პრობლემა აქვს რა, მაგრამ მე თანდათანობით მხედველობის დაბინდვა იწყება, კითხვის გაძნელება, სიბნელეს და სინათლესთან ადაპტაციის სირთულეები და მეტამორფოფსიები. არის აი თვალებში ხაზებს რო ხედავენ. ოღონდ ეს დაკლაკნილი ხაზია, ანუ ეს სწორი ხაზი არ არის. თუმცა დღეს უკვე ვიცით, რომ დროული და ზუსტი დიაგნოსტიკა ნიშნავს მხედველობის უკვე გადარჩენას, რაც ძალიან დიდი მიღწევა. გასაგები, ანუ ის არის შეუქცევადი, მაგრამ დროული დიაგნოსტიკით შეიძლება თავიდან არიდებულ იქნას. მივხვდი, სქემა მშვენიერია. მაშინ დავპატიჟებ სტუმრებს და მათთან ერთად უკვე უფრო სიღრმისეულად შევისწავლოთ ეს საკითხი. ჩვენ გვყავს სტუმრად კლინიკა ახალი მზელის გენერალური დირექტორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პროფესორი მერაბ დვალი, ადამიანი, რომელსაც საქართველოში ოფთალმოლოგიის განვითარების ეპოქა აქვს შექმნილი და ვიტრეორეტინალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბადური სპეციალისტი, საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაციის ბორდის წევრი შალვა სხირტლაძე. გამარჯობა. დიდი მადლობა. პირველ რიგში წყალს შემოგთავაზებთ. მიირთვით წყალი მთის 0% ბრომატით, წყალი მთის, იცხოვრეთ სრულყოფილად. დიდი მადლობა. ბატონო მერაბ, ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაარსეთ თქვენი კლინიკა ახალი მზერა, სადაც უკვე რახანია ეს ვიტრეორეტინალური განყოფილება ფუნქციონირებს, ხო? გვიამბეთ ამის შესახებ. ბევრი არის. საქმე იმაშია, რომ ძალიან ნაკლებობა იყო აი ამ ვიტრეორეტინალური ხირურგების. აი საქართველოში მაგალითად, როცა გადმოვედი რუსეთთან სამუშაოდ, საქართველოში 2 ვიტრეორეტინალური ხირურგი იყო. თანაც ერთდროულად კი არა. ერთი წავიდა მე საზღვარგარეთ და მისი ადგილი დაიკავა, ესე იგი ერთი ვიტრეორეტინალური ხირურგი იყო. და რატო? იმიტომ რომ ჯერ ერთი გამოცდილება არ იყო, საბჭოთა სკოლა იყო და მათ არავითარი ესეთი გამოცდილება არ ქონდათ, აპარატურა არ იშოვებოდა შესაბამისი, რომ ეს იმას სჭირდება ზვირადღირებული და ძალიან ზუსტი და მეორეც ერთი გუნდი არ იქნებოდა. 2000 წელში დაიწყო აი ამ მიმდინარეობა, მოიცვა მთელი საქართველო. ამიტომ შეიქმნა ბევრი ვიტრეორეტინალური ხირურგი, მაგრამ ეს არის დიდი საქმე, ძალიან რთული. ოფთალმოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული ოპერაციები. და როგორ ითარგმნება ეს ვიტრეორეტინალური ქირურგია? რას ნიშნავს? ვიტრეო ეს არის მინისებური სხეული, რეტინა ეს არის ბადურაგარსი და ესე იგი ეს ქირურგები ზუსტად თვალის უკანა ნაწილზე მუშაობენ. თვალის უკანა. აი თქვენთან ხშირად არის ხოლმე კატარაქტაზე ლაპარაკი, კატარაქტა ეს არის მაინც წინა ნაწილი. წინა მხარეა. დიახ, ქოვანას შესაბამისად ის ლაზერს რო უკეთებენ წინა ნაწილი და ესე შეგვიძლია გავუყოთ რომ ორი გლაუკომა წინა მხარეა? გლაუკომა წინა მხარეა, მაგრამ ეს ერთადერთი უკანა მხარეა ეს ვიტრეორეტინალური, ხო? მოხუცები დიდხანს ცოცხლობთ. და კარგია, მე ძალიან მომწონს ეს რომ მაგრამ ბუნებას ეს არ აქვს ჩვენს გენეტიკაში ჩადებული და ამიტომ სამწუხაროდ სადღეისოდ 150 მილიონ ადამიანს აქვს აი ეს მოხუცებულებითი ვიტრეორეტინალური პრობლემები. და
ლამაზად გამოწყობილები მშვენიერი სახისგანით, იუმორით, ყველაფრით და ვერ ხედავენ კარგად. და თქვენ კიდე უსათვალოდ მიყურებთ აგებ შვენივრად. თათვალის გარეშე. ჩვენ გვინდა რომ ბედნიერი სიბერე კონდეთ სულ ყველა ჩვენს მოქალაქეს. ძალიან კარგი. ბადურის ჩამოცლა არის ეს მნიშვნელოვანი და ძალიან საშიში რამ, აი პირველი რაზეც შფოთავენ და ნერვიულობენ, მე მგონი ექიმის და პაციენტის არის ეს, ხო ბატონო შალვა? აი გითხარით ამ საკითხზე უფრო მეტი. ბადურის ჩამოცლა არის ძალიან ვერაგი ესე ვთქვათ დაავადება, რომელიც შეიძლება დაემართოს ადამიანს ნებისმიერ ასაკში, შეიძლება იყოს პედიატრიულ ასაკში, შეიძლება იყოს საშუალო ასაკში, შეიძლება იყოს მოხუცებულობით ასაკში, ყველაზე ხშირად ემართებათ ახლომხედველებს, ანუ ვინცაც აქვს მაღალი მინუსი და ამის გამო მათი თვალი შედარებით გრძელია, უფრო თხელია მათი ბადურა და ისინი უფრო მიდრეკილები არიან ამ დაავადებისადმი, ან კიდევ უფრო ხშირად პოსტტრაუმულად, ან თუ რამე ტრავმა მოხდა, ტრავმის შედეგად ვითარდება. თვითონ ჩამოცლა გულისხმობს იმას, რომ ბადურა, რომელიც მიფენილი არის, ესე ვთქვათ, პიგმენტურ ეპითელიუმზე და ქორიოდიაზე, ხდება მისი აშრევება იმის გამო, რომ ბადურაზე ჩნდება ნახევი, ამ რავლობითი ნახევები, მერე იმ ნახევებში შედის სითხე და ხდება ამ ბადურის აშრევება. სიმპტომებს რაც შეეხება პაციენტების ადრეული სიმპტომები არის შავი წერტილების გაჩენა თვალში და ნათებების გაჩენა, რომელთაც თვითონ მოგმართოს პაციენტმა, რომ ეს ნიშნავს, რომ რაღაც უკვე, ესე ვთქვათ, ნიშანი არსებობს მის თვალში, რომ რაღაც ცვლილებები იწყება. და თუ დროულად მოგმართავს, მაგ შემთხვევაში შეიძლება აი ამ არსებული ნახევის დამაგრება სპეციალურ ლაზერით, რომელსაც ქვია ბადურის ლაზერული ფოტოკოაგულაცია, ასე ვთქვათ, იწვება ეს ნახევი ადგილობრივად, რომ გამაგრდეს და ამის იქით არ გავრცელდეს ეს დაავადება და ეს ვთქვათ დაავადება შევაჭროთ. მაგრამ შორს წასულ შემთხვევაში ძირითადად ჩვენთან საქართველოს პაციენტები მოგმართავენ სამწუხაროდ დაგვიანებით და ეს არის ხოლმე უკვე ფარდის შეგრძნება, ანუ ფარდა აქვს ჩამოფარებული და აქედან გამომდინარე უკვე ამ მდგომარეობას ქირურგიის გარდა არაფერი არ შეშველის. რაც შეეხება ქირურგიას, ეს არის მიკროინვაზიური ქირურგია მილიმეტრიანი განაკვეთებით, რომელიც საკმაოდ რთული ოპერაციაა, გრძელდება სადღაც, გააჩნია ჩვენ ხელში სადღაც საათნახევარი, ეს არის გუნდური ოპერაცია, აქ გჭირდება ასისტენტები, მე და უახლესი აპარატურა, ამის გარეშე რა თქმა უნდა ყველაფერი დღეს წარმოუდგენელი აპარატურის გარეშე ძალიან რთულია. და ამ ხედულობის დაბრუნება შეიძლება სრულყოფილად თუ ხედულობის დაბრუნება შეიძლება სრულყოფილადაც და ნაწილობრივად. გააჩნია პაციენტი რა დროს მოგმართავს, რაც უფრო მალე მოგმართავს, მით უფრო მაღალია მის შანსი რომ ხედულობა დაიბრუნოს. ასე დროს ესე იგი საჭიროა, როცა მინუსია მაღალი, გააკონტროლოს ადამიანმა. აუცილებლად, როდესაც პაციენტმა იცის რომ მას მინუსი აქვს, იმას უკვე აქვს შანსი სხვა პაციენტებზე შედარებით მეტი, რომ მას კონდეს ბადურა გათხელებული, ან კონდეს ბადურის დეგენერაციული ცვლილებები. ზოგს ჭირდება გამაგრება, ზოგს არ ჭირდება. ეს უკვე კლასიფიკაცია არსებობს, არსებობს მარტივი გათხელებები, რომელსაც დაკვირვება ჭირდება, არსებობს ისეთი გათხელებები, რომელსაც ვერაული სხვა გზას ვერ იპოვი, რომ არ გაამაგრო. ამიტომ ზოგს ვამაგრებთ, ზოგს ვაკვირდებით, მაგრამ ამის გადაწყვეტილებას იღებს უშუალოდ ვიტროეტინალური ქირურგი ან ბადურის დარგის სპეციალისტი, ამის დიდი გამოცდილება აქვს. ანუ პრევენცია არის ეს და სხვა ვერაფერი, ხო? პრევენცია არის ეს. დიახ, ან დაკვირვება, ან სიმპტომების არსებობის შემთხვევაში გამაგრება. თქვენ საკითხს დაუბრუნდეთ ბატონო მერაბ, აი მასაკობრივ დეგენერაციას და არის ორი ფორმის, როგორც ვიცი, სველი და მშრალი. სწორედ ბრძანეთ თქვენ, რომ ეს არის ორი ფორმა, სველი და მშრალი. 2004 წელს ნაპოლეონ ფერარემ აიღო ის წამალი, რომელიც გამოიყენებოდა ონკოლოგიაში და გამოიყენა თვალში. ეს აღმოჩნდა სრულიად ახალი გზა და დღესდღეობით კიდევ ერთადერთი. ესე იგი, სიზარღვების შემავიწროებელი და გაუჩინარების საშუალება მიეცათ ბადურაში. ეს არის ახალი მიმართულება ოფთალმოლოგიაში და ვიტრიორეტინოლოგიაში, იმიტომ რომ ზუსტად ეს სიზარღვები, რომლებიც დამატებით ჩნდებიან, ისინი არის, რომ იწვევენ სისჩაქცევებს, სიბრმავეს და რომლის მკურნალობა ძალიან ძნელია, თუ შეუძლებელი არა. ამიტომ დიდი ნაბიჯი იქნა გადაქცეული და დღეს მთელ მსოფლიოში მოდებულია ეს ერთადერთი მკურნალობაა. ნემსები თვალში. მაგრამ სრულიად უმტკივნეულია, ძალიან სწრაფად კეთდება და 2-3 წელში ერთადერთი ცუდი უარყოფითი საქმე გჭირდება ბევრჯერ გაკეთება. თვეში ერთხელ, 2 თვეში ერთხელ. ზოგჯერ შეიძლება 15 ნემსი დაგჭირდეს აი 2-3 წლის განმავლობაში. მაგრამ ეს ერთადერთი გამოსავალია და სხვა გამოსავალი არ არის. და მექანიზმი რა აქვს თქვენ ახსენეთ რომ შევიწროებას იწვევს სიზარღვების და ამით აფიქსირებს ენდოთელიუმიდან ზრდა სიზარღვების. როგორც იგივე ვარიკოზული გაფართოება ვენა. დიახ, ვარიკოზული გაფართოება და როგორც ხდება ხოლმე სამწუხაროდ სიმსივნური პროცესების დროს. და მიზანი რა არის თვალის ექიმის? ეს სველი ფორმა გადაიყვანოს მშრალ ფორმაში. და დღესდღეობითაც კი ყველა თვალის ექიმი და ვიტრიორეტინოლოგი ხილი ძალიან კმაყოფილია თუ შეძლო გადაიყვანოს სველიდან მშრალში. ესე იგი ამითი დააფიქსირა
და ეუბნება თქვენ მეტი აღარ გაგიფუშტებათ მხედველობა, ნუ გეშინია. ეს დიდი საქმეა. კი. მაგრამ ჩემი ხრის ხალხს უნდა რომ ისე ხედავდნენ როგორც 20 წლის რო იყვნენ მაშინ. და ეუბნება კი, მაგრამ აი როგორც სულად ხედავდი, ისეც სულად ხედავ. შენ რა გამიკეთე? გაიკეთე ის რომ შეგინარჩუნე, არა, გამიუმჯობესე თუ შეგიძლია და აი ახლა სწორედ 26 წელში იწყება ახალი მიმართულება. უკვე დაიწყო ზოგიერთ ქვეყნებში, მაგრამ საქართველოს ჩაებმევა რომ ახალი მიმართულება მშრალი ფორმაც მოხდეს მისი განკვეთება. მკურნალობა, ხო, ეს ვიფიქრე მე. ჩვენ სხვათა შორის ამასთან მიმართებაში შევიძინეთ ჯერჯერობით მხოლოდ ჩვენ აგვაქვს, მაგრამ იმედია ჩემი კოლეგებიც ამას შეიძენენ და ექნებათ საშუალება, რომ აი ეს ჩვეულებრივმა თვალის ექიმაც კი აღარ იყოს საჭირო შალვასნაირი სპეციალისტები, რომ თქვას რომ ეს სველია, ეს მშრალია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი მიმართულებით უმკურნალო. ამიტომ ფიქრობ, რომ 2026 წლიდან და შემდეგ ეს ფეხს მოიკიდებს ეს აპარატურა საქართველოშიც და ყველა ექიმები შეძლებენ უკვე რეგიონებში, რაც თავარია. ხო. რომ ეს ხელმისაწვდომი იქნება ჩვეულებრივი პაციენტების და ჩვენ ახლა გთხოვეს ასოციაციის წევრია შალვა და გთხოვა ასოციაციის წევრებმა რომ იქნებო ეს ერთი წელი სანამ ჯერ არ არის ხელმისაწვდომი ყველასთვის იქნებ შესაძლებელია რომ რაღაც სკრინინგი გააკეთოთ თქვენ რომ ნახოთ რა იქნება რომ ჩვენს აკვეთ სიამოვნებით რასაკვირველი ამას გავაკეთებთ და უკვე ალბათ 26 წლის მეორე ნახევარი და სადღაც გაზაფხულიდან უკვე შევძლებთ ამაზე მუშაობას. კარგი საქმეა. ესე იგი, როგორც ვთქვი, სველი მკურნალება ინექციებით და მშრალის მკურნალობად რა მოიაზრება 2026 წელს, რო თქვით ბატონო მე. შალს რაც შეეხება მშრალი ასაკობრივი დეგენერაციის მკურნალობის მეთოდები, ეხლა ინერგება მთელ მსოფლიოში, ეს არის ინოვაცია, ანუ სხვადასხვა ტიპის მიდგომები არსებობს და ჩვენ ახალზელაში ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი დავნერგოთ, ანუ ეს ვთქვათ, გადმოვიტანოთ და ჩვენ თანამშრომლობთ ევროპულ და ამერიკულ საგრანტო პროგრამებთან, რომელიც გვეხმარება იმაში, რომ ანუ აფინანსებს ნაწილობრივ ამ პაციენტების სკრინინგს, გამოკვლევას, ამ ინსტრუმენტ უკვლევებს და შემდგომში თუ ეს პაციენტები არიან, ესე ვთქვათ, სწორი პაციენტები, რომელიც ჩვენს მიერ დიაგნოსტირება სწორად ხდება, გვერდში გვიდგანან იმაში, რომ მომავალში ამ პაციენტებს ჩვენ მერე უმკურნალოთ, ან უსასყიდლოთ ამ ვთქვათ რაღაც ნაწილობრივი დაფინანსებით და ასე შემდეგ. თვალის ჩინი არის უძვირფასესი რამ. და მართლაც აი ამ დღევანდელი მედიცინა იძლევა მის საშუალებას, რომ მიყვე ფეხ და ფეხი სიმპტომატიკას თუ რაღაც ჩივილებს, რომელიც შეიძლება კონდეს პაციენტს, უბრალოდ ამის ხელმისაწვდომობა უნდა არსებობდეს და ეს სკრინინგიც, რომელზეც თქვენ საუბრობდით, მართლა ძალიან კარგი იქნება, მით უფრო იმ ასაკობრივი ჯგუფისთვის, რომელსაც ჭირდება უფრო მეტი ხელშეწყობა იმისათვის, რომ მართლაც ასაკთან ერთად მოსული პრობლემები უფრო მარტივად გახდეს გასამკლავებელი. მადლობას გიხდით, რომ გვეცდით ამ საკითხზე გვესაუბრეთ. გავაცანით ჩვენი ეს პრობლემებთან წინსვლა ჩვენს მაყურებელს და ვიმედოვნებთ, რომ გავაკეთებთ ის, რომ შრალი ფორმაც აღარ იქნება უკვე საშიში. ძალიან მეიმედება მეც, იმიტომ რომ რა ვიცი, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ძალიან მალ-მალე ხდება ის სიახლეების დანერგვა, რომელიც უკავშირდება ნებისმიერ დარგს სამედიცინო სფეროში და თვალი მე მგონი ერთ-ერთი მოწინავეა ამ კუთხით სიახლეების შეთავაზება. მადლობა. მადლობა თქვენ და წარმატებებით.